გურჯაანის საკალათბურთო კლუბ დელტას აკადემიის 12 წლამდე ასაკის ნორჩის სპორტსმენები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობენ. მთავარი მწვრთნელის პაპუნა გოდელაშვილის განმარტებით გუნდმა საწყისი 2 ეტაპი წარმატებით განვლო და გადამწყვეტ. მესამე ეტაპის მატჩებშიც თუ წამყვანი პოზიცია შეინარჩუნა, აკადემიის აღსაზრდელები ქვეყნის ეროვნულ ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. როგორც მოგეხსენებათ, რამოდენიმე დღის უკან ჩატარდა NBA ჯუნიორის ჩემპიონატი, რასაც ჩვენმა სპორტ კომპლექსმა უმასპინძლა და ჩვენ ვიყავით მასპინძლის რანგში, ასე ვთქვათ. მონაწილეობას იღებდა დაახლოებით 120-მდე ბავშვი, რომელიც იყო წარდგენილი, დაახლოებით 12 წლამდე ბავშვები იყვნენ, მოკლედ წარდგენილი ამ ჩემპიონატზე. რაც შეეხება ეხა ეს იყო პირველი 2 ეტაპი დასრულდა და ეხა 13 ივნისს გაიმართება მესამე ეტაპი, საიდანაც შეირჩევა 5 საუკეთესო გუნდი და შემდეგ ეს 5 საუკეთესო გუნდი უკვე საქართველოს ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.